ლიტვის ქალაქ კაუნაში 2015 წლის 13-18 იანვარს საქართველოს ფუტზალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს გამართავს. მანამდე ჯვაროსნება გენერალური რეპეტიცია თურქეთთან სპორტ კომპლექს არენაში 2-3 დეკემბერს გამართეს. ფუტზალის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტს ვახო წერეთელს ჟერა, რომ ამ სახეობის განვითარებისა და ნაკრების წინსვლისთვის ბევრი რამ გაკეთდა. უდიდესი შრომა გაწია ფუტზალის ასოციაციამ, დღევანდელმა პრეზიდენტმა ზვიად ხაჩიაშვილმა ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და მე ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე დგას ეს ხალხი. იმედი გამიჩნდა, რომ ეს ნაკრები წარმატებას მიაღწევს და ლიტვაში აქვს ახლა შესარჩევი, შემდეგ რუმინეთში და მე ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდებიან. შანსი აქვს გუშინდელმა თამაშმას დამარცხმუნამ შვენივრად მოუგეს ჩვენზე რეიტინგში მაღლა მდგომ გუნდს და დღესაც გამარჯვების იმედი მაქვს და საერთოდ ჯერა რომ ქართული ფუტზალი განვითარდება. საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან პირველი ამხანაგური შეხვედრა იოლად 5-2 მოიგო. მეორე სპარინგი გაცილებით დაძაბული გამოდგა. ჩვენები თავიდანვე მდევრის როლში იყვნენ. ანგარიში კი გოგა ალთუნაშვილმა გაათანაბრა. მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს ჩემქესკინმა თურქები მაინც დააწინაურა. დაძაბულობის გამო ფეხბურთელებს ნერვებმა უმთხუნა, რის გამოც მოედანზე ლამის ჯგუფური ჩხუბი ატყდა. მეტოქეთა დასაშოშმინებლად არბიტრმა მოედნიდან არჩილ სეფისკვერაძე და ჩინან ოზგანი გააძევა. კედელთან ძალიან უხეშად მეთამაშა რა და გამოვეკიდე მერე და ჩავარტყი, რაც არ უნდა გამეკეთებინა რა. დიდი ბოდიშ ვხდი მთლიანად საქართველოს. მერე მივიღე წითელი ბალათი და ფეხბურთელით ნაკლები ვიყავით რა, დავრჩით ფეხბურთელით ნაკლები. მეორე ტაიმი პირველისგან აბსოლუტურად განსხვავებული გამოდგა. ის ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა და მსოფლიო რეიტინგში წინ მყოფ მეტოქეს ჩვენებმა 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. წონასწორობა ისევ ალთუნაშვილმა აღადგინა, რომელმაც საკმაოდ რთული პოზიციიდან გაიტანა. შეხვედრაში პირველად გიორგი ტიკურიშვილის ეფექტური გოლით დავწინაურდით. კურიოზული გამოდგა შეტევა, რომელიც მოედნის ცენტრიდან ირაკლი თოდუამ დააგვირგვინა. მატჩის მშვენება კი მეკარე თორნიკე ბუკიას გაბწყინება გახლდათ, რომელმაც ჯერ მეტოქის შეტევა მოიგერია, შემდეგ კი ცარიელკარში თავად გაიტანა. საბოლოოდ საქართველომ კვლავ 5-2 მოიგო და შესარჩევ ციკლს კარგი განწყობით შეეგებება. დაძაბული მატჩი იყო ბიჭებმა, რავი, ყველაფერი ჩავდეთ ამ მატჩის მოსაკებად, საქართველოში იყო თამაში, მეორე თამაში იყო და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვიგო ეს თამაში და რავი, მეც ახლა ძალიან გახარებული ვარ, რომ გოლი გავიტანეს, ხდება ხოლმე. პირველი ორი გამარჯვება იყო ამ ფორმაციის ნაკრების და დარწმუნებულები ვართ, რომ წინსვლას გავაგრძელებთ და აუცილებლად დიდ გამარჯვებას მივიღწევთ. ემოციებს ვერ მალა, ორი დღეა, ამდენი უარყოფითის მერე და ამდენი წაგებების მერე, რომელიც მარტო ფეხბურთში არ არის. მსგავსი სიამოვნება დიდი ხანი არ მიმიღია. ვფიქრობ იმას, რომ ამ გუნდს ექნება ხელშეწყობა და საკმაოდ სერიოზული გუნდია, ახალგაზრდული ყოველ შემთხვევაში და ორი ის გამოცდილები, ვინც ყავთ ისე რამოდენიმე წელი ბიჭი, არის საკმაოდ სერიოზული ძალა. ძალიან დიდი პოტენცია აქვს ნაკრებს. ბევრიც, მაგრამ მაინც ხელშეწყობა ჭირდება აუცილებლად, რა. მე მგონი ძალიან დიდი შრომა გაწია იმ ადამიანებმა, ვინც ახლა ნაკრებს გვერდზე უდგას და მე ძალიან ვისიამოვნე დღევანდელი დღეს. ნაკრები საქართველოსი დიდი სიამოვნება მიანიჭა დღეს ხალხს, გულშემატკივარს ვიცი.